დღეს გვაქვს მნიშვნელოვანი საკითხები განსახილველი, მე მინდა მანამდე რამდენიმე საკითხზე გავაკეთო მოკლე კომენტარი. პირველი ერთი მინდა აღნიშნო, რომ სრულად გაუგებარია ჩემთვის აჟიოტაჟი, რომელიც ატყდა თავის უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებას დაკავშირებით და მოწოდებები მის თავზე თქოს ბატონი მინდია უნდა გადადგეს, არ უნდა გადადგეს, მე მგონი არასრულად საუბარია და მე მინდა მოუწოდო ყველას, რომ ალბათ უფრო გონივრული იქნება, რომ დავასრულოთ, დროზე დავასრულოთ ეს საუბარი და ეს მართლაც ისტერია. ბატონ მინდიასთან მე მქონდა საუბარი, მას არც ეუხერხულება, არც არაფერი, ჩვენ ვისაუბრეთ და გამოვხატეთ პოზიცია და ის რომ ნაციონალური მოძრაობის მოწოდებაზე ამხელა აჟიოტაჟი ატყდა, მე ვფიქრობ, რომ ძალიან შეუსაბამოა და შეურაცხყოფელი არის და დამაკნინებელი არის ჩვენი თავდაცვის სამინისტროსი. დღეს ასევე გვაქვს ჩვენ მნიშვნელოვანი საკითხი, საჯანმრთელობის სამინისტროში იწყება ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა, მე მინდა მივესალმო მინისტრს და მის მოადგილეს ბატონ კახიშვილს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა არის და ამას სჭირდება თანადგომა მთავრობის მხრიდან, არასამთავრობო სექტორი იქნება ჩართული მაქსიმალურად და მაქსიმალურად გამჭვირვალედ წარიმართება პროცესი. საერთაშორისო თაობაზე მე ვიცი, რომ აქტიურად არის ჩართული კულტურის მინისტრი, გუშინ მრავალ რიცხოვანი მე ვიტყოდი აქცია გაიმართა. ასე რომ მე ყოველთვის ვამბობ, კიდევ ერთხელ მინდა რომ დავაფიქსირო, რომ ჩვენ ყოველთვის უნდა მოусმინოთ ორივე მხარეს. და არ შეიძლება მხოლოდ ერთ მხარეზე დაყრდნობით გავაკეთოთ დასკვნები. ის რომ ამ კომპანიაში დასაქმებულია 3000 ოჯახი, ეს არის ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი. და მე კიდევ ერთხელ მინდა რომ განვმარტო, რომ ამ კომპანიას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი შენატანები და ბონისის რაიონისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი ამ კომპანიის აქტიური მუშაობა. დანარჩენი თუ რაიმე იურიდიული საკითხი იყო გადასაწყვეტი და მოსაგვარებელი, ამაზე იმუშავებს კულტურის სამინისტრო, ეკონომიკის სამინისტრო, ყველა ის უწყება, რომელიც არის ჩართული ამ პროცესში. ჩვენ უნდა მივიღოთ გონივრული გადაწყვეტილება და სახელმწიფოებრივად სწორი გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ. არ შეიძლება მხოლოდ რაღაც ემოციას აყურელი აჟიოტაჟი გახდეს ჩვენთვის გადაწყვეტილების მიღები და ამ პროცესში დაზიანდეს კიდევ უფრო მეტი სიკეთე. როგორც არის ამის ოჯახის დასაქმება და მათი ბედი. მე ეს უფრო მაღელვებს, რა თქმა უნდა, ჩემთვის ძალიან ძვირფასი არის თითოეული არქეოლოგიური ობიექტი, კულტურული ძეგლი. მე აღარ ჩამოვთვლი იმ ობიექტებს, რომელიც ჩვენი მთავრობაში მოსვლის შემდეგ გავარემონტეთ, ასე ვთქვათ, ძალიან ბევრი აღვადგინეთ, ძალიან ბევრი ძეგლი. და აქვე მინდა კიდევ ერთ შევახსენო საზოგადოებას, რომ ბრალდებები, რაც მე მესმის, არის, მე ვფიქრობ, მიზანმიმართული და შეურაცხყოფელი არის, ვინაიდან მე მინდა ყველა შევახსენო, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით 700-ზე მეტი კულტურული ძეგლი არის აღდგენილი საქართველოში. ეს მე მგონი ყველაფერზე მიუთითებს და ყველაფერი არის პასუხგაცემული ამ კონკრეტული ციფრით. ჩვენი მთავრობაში მოსვლის შემდეგ მე მინდა ვთხოვო ბატონ მიშას, რომ შემახსენოთ თუ არასრულად მახსოვს 100-ზე მეტი ობიექტი არის დაწყებული. 100-მდე ძეგლი არის რეაბილიტირებული, 50-მდე არქეოლოგიური გათხრა არის დაფინანსებული. ეს მხოლოდ მთავრობის სახსრებით, კარტოფონდის სახსრებით 100-მდე დამატებით 100-მდე ძეგლი არის რეაბილიტირებული. ამ ორ წელიწადში მხოლოდ. დანარჩენი მე ვიცი, რომ კომპანია აპირებს მუზეუმის გაკეთებას, საკუთარი ხარჯებით, თანამედროვე მუზეუმის მოწყობას. ყველა იმ არტეფაქტს, რომელიც იქნება მოპოვებული ამ ობიექტზე, იქნება გადატანილი მუზეუმში, დაცული იქნება. ჩვენ ასევე ვისაუბრეთ გუშინ და მე მინდა გთხოვოთ, რომ იქნებ ორი დო სიტყვით განვმარტო საზოგადოებას, თუ რა ტიპის მუზეუმზე არის საუბარი და როგორ აპირებენ მოწყობას. პირველ რიგში ის არტეფაქტები, რომელიც მოპოვებული არის ობიექტზე, მათი უახლოეს დღეებში გადატანა იგეგმება დაცულ სივრცეში, სადაც მათი დახარისხება, გაწმენდა დაიწყება. აქ ცხადია, რომ ფართო სამეცნიერო წრეები იქნებიან ჩართულები, გარდა ამისა, მე ვეცდები მაქსიმალურად თვითონ ობიექტიდან გადავარჩინო და მოვიპოვო იმ ქანების ნაწილი, რისი გადმოტანაც შეიძლება ასევე
ამოღება ობიექტიდან და გადმოტანა შესაძლებელი იქნება ასევე ამ დაცულ სივრცეში, რათა შემდგომ სამუზეუმო ექსპოზიციაში იყოს გამოყენებული. ცხადია, რომ ამ მუზეუმის კონცეფციის შემუშავებაში, მისი ფორმატის შემუშავებაში ასევე ძალიან ფართოდ იქნება ჩართული და ძალიან აქტიურად პირველ რიგში ეროვნული მუზეუმის სამეცნიერო პოტენციალი და პრაქტიკულად ყველა დაინტერესებულ პირს დავპატიჟებთ იმისთვის, რომ ამ კონცეფციის შემუშავებაში მიიღონ მონაწილეობა, ასე რომ ეს არ იქნება რომელიმე ერთი უწყების ამ რამოდენიმე ადამიანის გადასაწყვეტი საკითხი, მაქსიმალურად ფართოდ იქნება ეს გაშლილი ჩვენ საზოგადოებაში. ბატონო და მე მინდა მოგმართოთ კითხვით. ხომ არ გახსოვთ რამდენი იყო სახელმწიფო ფონდი ამ კომპანიის და ვადა პრემიერ-მინისტრო 2012 და 2013 წლებში შესაბამისად იყო 51 მილიონი ლარი ერთ შემთხვევაში და 35 მილიონი მეორე შემთხვევაში, ანუ ჯამში 2 წლის განმავლობაში 76 მილიონი ლარი გაიცა მხოლოდ ხელფასების სახით და წელს მხოლოდ 400,000 ლარია გაცემული ხელფასების. გაჩერებულია საწარმო. დიახ. ძალიან მძიმე. ამავე დროს ბოლნისის რაიონის ბიუჯეტის შემოსავლების ფორმირება რეალურად მხოლოდ ამ ერთ საწარმოზეა. წელს ჩვენ მოგვიწია 9 მილიონის მიცემა, მაშინ როცა წინა წლებში ჩვენ ბოლნისის ბიუჯეტს ფულს არ ვაძლევდით არასოდეს. და მთლიანად ინახავდა ეს კომპანია ბოლნისის, ასე ვთქვათ, რაიონს და მთლიანად მოსახლეობა იქ. დიახ. მე არ ვიცი, მე მინდა კიდევ ერთხელ მივმართო ყველას საზოგადოებას და პოლიტიკოსებს, რომლებსაც უფრო მეტ პასუხისმგებლობა აგვაჩნია ხალხის წინაშე, ჩვენი ამორჩევლების წინაშე, ჩვენი ხალხის და ჩვენი ქვეყნის წინაშე. მანამ სანამ რაღაც დასკვნებს გავაკეთებ, განცხადებებს გავაკეთებ, საჭიროა რომ გავითვალისწინოთ იმ ადამიანების ბედი, რომლებიც არიან დასაქმებული ამ კომპანიაში. 13,000 ოჯახის უსამსახურო დატოვება ასეთ ვითარებაში, როგორც ვიმყოფებით ჩვენ დღეს, არის ძალიან დიდი უპასუხისმგებლობა. მე ნამდვილად ვერ ავიღებ პასუხისმგებლობას ამ 13,000 ოჯახის წინაშე. რომ უთხრა რომ კომპანია უნდა გაჩერდეს, უნდა დაიხუროს და 13 ოჯახი წინა საახალწლოდ დარჩეს უმუშევარი. ეს იქნება ღალატი ამ 13,000 ოჯახის წინაშე. და მე ამას არ და ვერ გავაკეთებ. ასე რომ მე მინდა კიდევ ერთხელ მოუწოდო ყველა სიმშვიდისკენ. მე მესმის რომ ემოციური არის, ყველა ძეგლი და ყველა არქეოლოგიური აღმოჩენა არის ჩვენთვის ყოველთვის ძალიან ძვირფასი, მაგრამ ჩვენ უნდა სასწორზე დავაყენოთ ორი სიკეთე და იქიდან ავირჩიოთ რომელი უფრო დიდი სიკეთეა. მით უმეტეს ჩვენ არ ვაპირებთ რომ ეს არტეფაქტები იყოს განადგურებული პირიქით. ეს ბორცვი, ასე ვთქვათ, და ეს მართლაც მე არ მინდა სხვანაირად მოვიხსენიო, მაგრამ რომელიც იყო იქ თვითონ ექსპერტების შეფასებით მე მათთან მქონდა არაერთი შეხვედრა. პროფესორების აკადემიის წარმომადგენლების, მუზეუმის წარმომადგენლების შეფასებით არის სრულიად სტერილური. ამის არსებობა არავის არ ახსოვდა წლების განმავლობაში. ეს ინვესტორები შემოვიდნენ ჩვენამდე, ჩვენ მათთან არავითარი შეხება არც გქონდა, არც გვაქვს. ჩვენ უბრალოდ საკითხს ვუდგებით სახელმწიფოებრივად. და ისე უნდა გადავწყვიტოთ, როგორც არის სწორი. თუ რაიმე იურიდიული გადაცნობა იყო, რაიმე შეცდომა იქნა დაშვებული, რა თქმა უნდა ამას შესაბამისი ორგანოები შეისწავლიან და გამოასწორებენ. დანარჩენი მე ვფიქრობ, რომ უნდა მივცეთ საშუალება კომპანიას, რომ გააგრძელოს იქ მუშაობა. მე ყველაზე მეტად მაღელვებს არა ერთი კონკრეტული კომპანიის ბედი, არამედ მაღელვებს 13,000 ოჯახის ბედი, რომელიც დაკავშირებული არის ამ რაიონთან.